გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ოჯახზე. მამა კახაბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, ჩვენ ერთ-ერთი გადაცემა გახსოვთ, რომ ჩავწერეთ ქორწინების საიდუმლოების შესახებ. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ეხლა ცოტა სხვა ჭილში გავშალოთ და უშუალოდ ოჯახის თემატიკაზე ვისაუბროთ. ჩვენ გვაქვს ოჯახის სიწმინდის დღეც, უწმინდესმა და უნეტარესმა დააწესა ეს დღე 17 მაისი და აღვნიშნავთ ხოლმე ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში როგორც ხდება ხოლმე ყველა საკითხთან მიმართებაში რაღაცა ქილიკი და სიცილი და ქირქილი არის ხოლმე ერთგვარი რომ რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე და საერთოდ თუ წმინდა ოჯახი რა თუნდა კონკრეტული დღეო და მოდით ვისაუბროთ რას ნიშნავს ოჯახი, როგორ უყურებს ამას ეკლესია და აი ბიბლიური მაგალითების მიხედვითაც რო გავშალოთ წმინდა ოჯახი, რას უნდა ეფუძნებოდეს და როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მშობელი და როგორ აღზარდოს შვილი, აი ამაზე რო ვისაუბროთ, კარგი იქნება, მე ასე ვფიქრობ. სიამოვნებით, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ესეთი საჭირო თემა არის, რომ დღევანდელ დღეს ოჯახებს ძალიან უჭირთ და რატომ უჭირთ ალბათ ეს გამოჩნდება ახლა ამ ბიბლიურ მაგალითებზე, რადგან თქვენ ასე დასვით ეს საკითხი, კი ბატონო, ბიბლიური მაგალითებზე უკეთესი რა შეიძლება მოვიყვანოთ ამ შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა უნდა ვნახოთ, როგორ იწყება ბიბლიის აი ეს თხრობა და სად გვხვდება ჩვენ პირველი ოჯახი. ძალიან საოცარი სიტყვებია, როდესაც ღმერთმა უნახა, რომ ადამიანის მარტოყოფნა არ არის კარგიო და მოგვარა მას ძილქუში და მისი გვერდიდან შექმნა დედაკაცი და ასეთი რამ წერია, როგორც კი გაიღვიძებს ადამი და დაინახავს ევას, ასეთ სიტყვებს ამბობს. ესი არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი. აბსოლუტური განცდა აქვს საკუთარი თავისა. ანუ ევაში სხვას კი არ ხედავს, საკუთარ თავს ხედავს. ოღონდ ხედავს იქამდე სანამ ცოდვით დაეცემა. როგორც კი ცოდვით დაეცემა და ღმერთი მას ეკითხება, რომ იმ ხის ნაყოფი ხო არ შეჭამე, რომელიც მე შენ აგიგრძალე, ეუბნება რომ მე კი არა, მან მაჭამა. ანუ უკვე სხვა გახდა. აქამდე თუ კი ამბობს, რომ ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ეხლა ამბობს, რომ არა, მე არა, იმან. უკვე ის გახდა. ანუ ის ნაცვალ სახელით მოიხსენიებს მას და საკუთარი თავის განცდა აღარ აქვს. აი ეს გახლავთ ცოდვის დაცემის შედეგი პირველ ოჯახს რაც დაემართა, ასე მოხდა ოჯახში რაღაცნაირად შეიძლება ითქვას ძალიან დიდი ნაპრალის გაჩენა, იმიტომ რომ ცოდვა ანგრევს და თიშავს ადამიანებს ერთმანეთს. ეს არის სწორედ ბოროტის მანქანება, რომ ადამიანები ერთმანეთისგან გათიშოს. სინამდვილეში რა არის იცით ოჯახი? ოჯახი ურთიერთდათმობა, ურთიერთპატივისცემა, ასე ხდება ოჯახის შენარჩუნა, ასე ხდება ოჯახების გადარჩენა და ასე ხდება რომ ოჯახები დგანან მყარად თავიანთ ფეხზე, როდესაც მათ ურთიერთშენდობა შეუძლიათ, ურთიერთპატივისცემა შეუძლიათ და იმის ბრალი კი არა, როდესაც ამბობ რომ ოჯახში თუ რაღაცა მოხდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შენს თავზე უნდა მიიღო ადამიანმა, თუ ხარ ოჯახის უფროსი ამ შემთხვევაში და თუ ეხლა სხვებზე გადაბრალება გიყვარს, ნუ ეხლა ცოტა ჩვენ თემას გადაუხვიეთ, მაგრამ ესეც ალბათ სათქმელი იყო. ამის შემდგომ ჩვენ თუ ნახავთ მთელ ბიბლიას, მინდა გითხრათ რომ ეს ერთი ოჯახის ისტორიაა. იმიტომ რომ ადამის და ევასგან მოვდივართ ყველა და ამ ერთი ოჯახის თავისი დაცემით, თავისი აღდგომით, თავისი ფეხზე წამოდგომით, რაღაცა შეერთებით თუ გაყრით თუ მთელი რაღაცა ამ პერიპეტიებით, რომელიც ამ ბიბლიაში არის მოთხრობილი, სინამდვილეში ერთი ოჯახის ისტორიაა. მოუყვებით შემდგომ ნახავთ თქვათ იქ ნოეს ოჯახის ისტორიას, მოუყვებით ნახავთ რომ მე-12 თავიდან იწყება აბრაამის შესახებ თხრობა. და აბრაამის შესახებ თხრობა უკვე მართლა კონკრეტულ ერთ ოჯახზე დაგვიყვანს და ეს ერთი ოჯახი გახლავთ მერე მთელი თქვათ ებრაული ერის ისტორია, როგორ წამოვიდნენ და როგორ წარმოვიშვნენ, მაგრამ ესეც უნდა ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, აქ რამდენიმე ასპექტს მე ყურადღებას მივაქცევინებდი ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ აი ნახეთ როგორია აბრაამის ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ ყავთ, სარა მისი მეუღლეა, რაღაცა გარკვეულ ასაკს გადაცდენილები არიან, რომლის ესე იგი ბიოლოგიურად რომ წესით შვილი აღარ უნდა ეყოლოთ, მაგრამ
აღთქმას უდებს ღმერთი აბრაამს და ეუბნება რომ შენ გეყოლება შვილი. და აი ესეთი შემართებით ისინი სარწმუნოებით არიან რომ ახლა ღმერთმა თქვა ეს ამბავი სწორედ ასეც მოხდება. კურთხევას ღებულობს აბრაამი, რომელიც არის ძალიან მდიდარი, ცხოვრობს ესე იგი ერთ-ერთ ქალაქში, მაშინდელ ისეთ დასახლებულ ქალაქში და ეუბნება რომ უნდა დატოვო ეს ქალაქი და უნდა წახვიდე იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობს. სადღაცას უდაბნოში, რომელიც არ იცის. ეხლა აბრაამმა კი მიიღო ეს კურთხევა და უნდა წავიდეს, მაგრამ სარამ რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში? რამდენი რამ არის დამოკიდებული, აი ოჯახის ერთიანობას, რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ქმარი მიიღო კურთხევა და უნდა წავიდეს. ეხლა სადღაცას დატოვოს ეს სიმდიდრე, დატოვოს აქ სანათესაო, დატოვოს აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ უდაბნოში რას წაიღებ? რამდენი შეგიძლია მოიკიდო რაღაცები ზურგზე და საქონელს აკიდო, ხო? აი ესე შიშველ ტიტველი ფაქტიურად გამოდიან ისინი. სიმდიდრე ქონდა აბრაამს, რა თქმა უნდა და რაღაცა გარკვეული სიმდიდრე, ხვარი, ძროხა, ეს ყველაფერი გარეკა და თან წაიყვანა. არ ვიტყვი რომ ისინი მშივრები იყვნენ, მაგრამ სამაგიეროდ ვიტყვი რომ რა ძნელია საკუთარ რაღაცა ფუძეს მოწოდე, სადაც მიჯაჭვული ხარ თითქოს და არ შეგიძლია. მაგრამ ეს ყველაზე ძნელი უფრო ქალისთვის არის, იმიტომ რომ ქალი რაღაცა გარკვეულწილად ერთგვარ კომფორტს განიცდის, შესაძაც ის საკუთარ სახლში იმყოფება და ეხლა ეუბნები რომ ამ საკუთარი სახლიდან აიბარგე, გადადი უდაბნოში, სადაც წყალი არ არის, სადაც კარავში უნდა იცხოვრო, სადაც ესე იგი კი აქ რაღაც ის ქონდა შეიძლება თანამედროვე კომფორტის საშუალებები მაშინ არ იყო, მაგრამ შედარებითი ხომ არის ყველაფერი. სარა რომ მიდის, რამხელა მსხვერპლს იღებს. რომ მან არ მიატოვა თავისი ქმარი და თავისი ქმრის გვერდით დადგა. სამაგიეროდ აბრაამიც როგორ პატივს ცემს სარას, იმიტომ რომ მათი მოლაპარაკების შედეგად სარა რადგანაც ხედავს რომ უშვილოა რაღაც ამ გარკვეული წლების განმავლობაში თვითონ მოილაპარაკებენ ისინი არ გეგონოთ რომ რაიმე ღალაც ქონდა ადგილი მოილაპარაკებენ რომ სარას მხევალი აგარი დაწვეს აბრაამთან რომ შვილი შეეძინოთ და ეს შვილი მაინც გახდეს მათი მემკვიდრე მაგრამ როგორც კი ეს აგარი მიხვდება რომ ეხლა მემკვიდრეს თვითონ უჩენს აბრაამს და სარას ჩაგვრას დაიწყებს მაშინვე ეტყვის სარა რომ მოაშორე ეს ქალი აქედან და აბრაამი მაშინვე დაუჯერებს თავის ცოლს და მაშინვე ესე იგი მოაშორებს ესე იგი აგარს თუმცა კი რა თქმა უნდა შვილსაც აღზრდის და ყველაფერს მისცემს ამ შვილს და ურთიერთობას ბოლომდე ინარჩუნებს თავის შვილთან მაგრამ ეს საოცარი ისტორიები მე ძალიან მოკლედ ყვები და შეიძლება ბევრ ნიუანს ისეც და დეტალს ისეც ვერ ვაჟღერებთ ახლა ჩვენი გადაცემის საშუალებით მაგრამ თუ კი წაიკითხავთ დაბადების წიგნის აი ამ თავებს მე-12 თავიდან იწყება აბრაამის ისტორია თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო რაიმეს აღმოაჩენთ ჩვენი მაყურებელს მიმართა ბუნებრივია ძალიან ბევრ საინტერესო რაიმეს აღმოაჩენთ და ნახავთ რომ როგორი უნდა იყოს მართლაც ოჯახი როგორ უნდა ხდებოდეს ოჯახის შექმნა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მოდით აქაც ბიბლიური მაგალითი დავიმოწმოთ რომ რას აკეთებს აბრაამი ამისთვის რომ ისააკი როდესაც ნამდვილი მემკვიდრე შეეძინება სარასგან გაჩნდება და ის უკვე რაღაცა გარკვეულ წლოვანებას მიაღწევს, რას აკეთებს რომ ისააკს შერთოს ცოლი. პირველ რიგში ამისთვის ესე იგი გამოყოფს თავის ერთგულ მსახურს, ვისაც ენდობა ძალიან, ელიაზარი არის ეს კაცი, დამასკოელი ელიაზარი არის, რომელსაც გააგზავნის სად თავის სანათესაოში. რომ თავისი სანათესაოდან უნდა მოიყვანოს ცოლი და ამ წარმართული სამყაროდან მის ოჯახში არ უნდა შემოვიდეს რძალი. და ეს ელიაზარი ნდობით აღჭურვილი რომ არის აბრაამისა რა გონიერებას გამოიჩენს, როგორ ქალს ეძებს, რა სიტყვის და რას გააკეთებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიური მომენტია, რომელიც ახლა მინდა გავიხსენო, რომ ჩადის იმ ქვეყანაში, სადაც იცის, რომ აბრაამის სანათესაო ცხოვრობს და იწყებს ასეთ ლოცვას, ღმერთო მიმართავს უფალს, რომ თუ კი გამოჩნდება წყაროსთან შეკრების ადგილი იყო მოგეხსენებათ წყარო ბევრი არ იყო ამ უდაბნოში, თუ კი გამოჩნდება გოგონა და ვეტყვიო რომ თუ შეიძლება წყალი დამალევინე და ის მეტყვის რომ შენს დაგარწყულებ და შენს აკლემებსაც მოუზიდავ წყალსო, აი ეს იქნება სწორედ ისააკის საცოლეო. და როგორ რატო ესეთ დამთხევაზე რატო მიდის, ასეთ შემთხვევითობაზე უკაცრავად, როგორ ფიქრობთ, რატო მიდის ელიაზარი, რომ ფიქრობს ახლა შემთხვევით თუ გოგომ ესე უპასუხა, ესე იგი ეს იქნება ისააკის საცოლე. სინამდვილეში აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. აქ საქმე გვაქვს, რომ ეს გოგო ზუსტად სარასნაირი იქნება, ესე იგი, იმიტომ რომ სარა არის ესეთი. სარას არ შეუძლია
უყურადღებოდ გაუშვას და გააცილოს ვინმე სტუმარი, დაინახოს სტუმარი და მას სუფრა არ გაუშალოს, მას არ მიემსახუროს, მას არ მიართვას. აი ესეთი რამ სარასთან წარმოუდგენელი. ამიტომაც ის ეძებს ზუსტად ისეც, როგორიც სარა არის. ამიტომაც თუ კი გოგო ასე უპასუხებს, ესე იგი ის არასნაირია. ამიტომაც მართლაც ესეთი სასწაული მოხდება, რომ მოდის რებეკა წყაროსთან და ეუბნება ელიაზარი მას, რომ თუ შეიძლება რომ წყალი დამალევინე და ესეუბნება შენც დაგალევინებ და შენს აკლემებსაც მოუზი და მიხვდება რომ ეს ნიშანი. მე ეკითხება ვისი შვილი ხარ და აღმოჩნდება რომ ის ლაბანის და არის და ბათუელის შვილი, რომელიც აბრაამის ძმისშვილი. ანუ ალალი ბიძაშვილები არიან ამ შემთხვევაში რებეკა და ისააკი, მაგრამ მაშინ ეს ქორწინება, რა თქმა უნდა, დაშვებული იყო ბუნებრივია და წამოიყვანს რებეკას იქედან დამასკოველი ელიაზარი. სარა უკვე გარდაცვლილია და ამას ძალიან განიცდის ისააკი, დედა ძალიან უყვარდა, დედის ერთა იყო თვითონ და ძალიან განსაკუთრებულად უყვარდა დედა, დედა გარდაიცვალა, ამ გლოვაში არის და საოცარი სიტყვები წერია ბიბლიაში, რომ შეხვდებიან ისინი ერთმანეთს, დაქორწინდნენ, ოჯახი შექმნეს და სარას მწუხარება გაუქარვაო ისააკსო რებეკამო და როგორ შეიძლება ეს მწუხარება გაექარვებინა თუ არა იმით, რომ ის გახდა ამ ოჯახში ახალი სარა. აი ამ ამბავს ახლა იმიტომ ყვები, რომ ჩვენი თანამედროვე საზოგადოება ძალიან ხშირად ოჯახის შექმნის დროს ფიქრობს ერთ რამეზე, რომ რაღაცა მხოლოდ გარეგნული სტანდარტები, ჰოლივუდის სტანდარტები ხო არსებობს, რაღაცა უნდა იყოს ამ ზომის, იმ ზომის, ამ სიმაღლის, მაგრამ არავის არ აინტერესებს შინაგანი სამყარო. არავის არ აინტერესებს ადამმა, რაც თქვა, პირველი სასიყვარულო ჰიმნი, როდესაც იგალობა ადამმა, რომ ეს არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, არავითარი გარეგნულ სტანდარტებზე არ მიუქცევია მას ყურადღება. ის ლაპარაკობს მის სულიერ მხედველობაზე, რასაც ის სულიერად ხედავს, სულიერად როგორ თანხმობაში არიან ერთმანეთთან. ისევე როგორც რებეკას მოსვლამ, ესე იგი, სარას მგლოვარება განაქარვა, ანუ წაშალა ეს მგლოვარება, იმიტომ რომ სარას მაგიერი გახდა. სარას კი არ მოირგო რაღაცა როლი, ასეთი იყო თვითონაც, ასეთი სტუმართმასპინძლობით გამორჩეული, ასეთი ოჯახის ქალი, ასეთი ოჯახის დედა, ასეთი მლოცველი და ასეთი მაკურთხეველი თავისი შვილებისა და თავისი ქმრისა. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ეს ალბათ ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ, ჩვენს ემიგრანტ ქართველებს უნდა შევახსენოთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომ თავიანთი შვილების აღზრდაში ძალიან დიდი წვლილი მშობელს აქვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ უცხოეთში, როდესაც ცხოვრობს, ენა სხვა ესმის, რაღაცა სარწმუნოება შეიძლება სხვა იყოს, რაღაცა საზოგადოება, სამეგობრო შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყოს და ამიტომაც დიდ ყურადღებას უნდა აქცევდნენ ისინი, რომ ბავშვები აღზარდონ ქართული მეტყველება იცოდნენ და ქართულად აზროვნებდნენ. ეს აზროვნება ქართულად თავიდანვე თუ არ მიაჩვიეს და რომელ ქვეყანაშიც იზრდება იმ ენაზე და იწყებს ბავშვი აზროვნებას, ძალიან ადვილია მე იმ გარემოში, იმ სიტუაციაში მან აირჩიოს და თქვას, რომ მე რა მოხდა ახლა ვის მოიყვანს სოლად ის თქვათ მართლმადიდებელი იქნება, არა მართლმადიდებელი, ან საერთოდ მორწმუნე იქნება თუ არა მორწმუნე იქნება. კი ხდება ასეთი შერეული ქორწინებები. სიყვარული ბრმაო და ხო, ნუ ეხლა ვიღაცა ალბათ ვინც გვისმენს, ეხლა იფიქრებს ამას, რომ რა საჭიროა ვიღაცის მიერ არჩევა, ვიღაცის შერჩევა, სარწმუნოების დამთხოვა თუ ეროვნების. აი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამას ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციონ. მშობლებმა ასე უნდა აღზარდონ თავიანთი შვილები. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე დესპოტურად შეგიძლია შენ ჩაერიო და რაღაცნაირად ესე იგი ხელფეხშეკრულმა მიგვარო მას საცოლე და იმანაც ესეთა. არა. ყველაფერი უნდა ჩადო ამაში და ეს ბიბლიური სწავლება სწორედ ამისთვის უნდა გამოიყენო, რომ ეს ასწავლო შენ შვილს საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ შენ ასეთი უნდა იყო. თუ გინდა რომ ისააკმა თუ დაუჯერა აბრაამს და სად იმიტომ დაუჯერეს, რომ აღზრდა ქონდა ასეთი მიღებული ისააკს და შენც ასეთ აღზრდას მისცემ შენ შვილს, რა თქმა უნდა ისიც ამ აზროვნებისა იქნება, ამ ბიბლიური აზროვნებისა იქნება. თუ ამაზე ელაპარაკები, თუ ამ ისტორიებს უყვები, თუ ამას ყველაფერს უკითხავ პატარაობიდან, თუ ეს მისთვის რაღაცა უცხო არ არის, მე როდესაც ეხლა დასრულ ადამიანს რო უთხრა ეს ამბავი და ესა კარგი რა, რომელ საუკუნეზე მელაპარაკებიო შეიძლება ესე გითხრას, მაგრამ მე თუ კი ასე ვზდი თავიდანვე მისთვის არ იქნება გასაკვირი ეს საუკუნე, იმიტომ რომ ზნეობრივი საკითხები იმ საუკუნეში და ამ საუკუნეში არაფერ ცვლილებას არ განიცდის. ზნეობრივი საკითხი რომ
არ უნდა იყო მოძალადე, მკვლელი და მრუში და ასე შემდგომ ამპარტავანი იმ საუკუნეშიც და ამ საუკუნეშიც აბსოლუტურად ერთი და იგივე კანონით განისჯება. შესაბამისად, მე ვურჩევდი ყველას, რომ ჩვენთანაც საქართველოსში თუ საზღვარგარეთ ცხოვრებ ქართველებს, ისედაც დემოგრაფიული პრობლემები საკმაოდ გვაქვს, ამიტომაც უნდა იქორწინონ ქართველებმა ქართველებზე, უნდა შეინარჩუნონ ქართული ტრადიციები, ქართული ოჯახები, უნდა შეინარჩუნონ სარწმუნოება პირველ რიგში, თავიანთ შვილებს ეს გადასცენ, ეს უნდა ასწავლონ. ეხლა ვიღაცა მეტყვის, რომ ეს ძალიან ძნელია, ვიცით რომ ძნელია, ადვილი არ არის. მაგრამ არც საქართველოში მცხოვრებთათვის არ არის ეს ადვილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ვეცადოთ, ეს ხო რაღაცა ნიშნავს იმას, რომ ცხონება ძნელია და ამიტომ არ ვეცდები არაფერს რომ გავაკეთო? ნუ ეხლა ეს ხომ ნიშნავს, რომ გულს ხელი დავიკრიფო და ესე იგი მდინარის დინებას უნდა გავყვე, სადაც წამიღებს, იქ წამიღებს. არა. ესე ყველამ ვიცით, რომ ოდესმე გარდავიცვლებით და მაშინ ხო, მაშინვე თავიდანვე შეიძლება გულხელი დაიკრიფოს ადამიანმა და გაითხაროს წინასწარ სამარი. ამიტომაც ეს ბრძოლა გვმართებს ჩვენ. ეს მოწოდება, რომელ მოწოდებასაც ეხლა მე ვაკეთებ, არავინ იფიქროს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაღაცნაირად უნდა იძალადო ადამიანს. არა, აღზრდა უნდა მისცე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავაკონკრეტებ და დანარჩენი მე ადამიანი გაიზრდება დასული რომ გახდება, მას თავისუფალი არჩევანი აქვს და ბუნებრივი ამ არჩევანს თვითონ გააკეთებს. მათ შორის შეიძლება ეს არჩევანი ისეთი იყოს, რომ მართლა არამორწმუნე ადამიანი იყოს, მაგრამ ამ მორწმუნე ოჯახში შეიცვალოს მისი ცნობიერება და სხვა ამ ხრივ გაუჩნდეთ სამუშაო. ძალიან ბევრი გვაქვს ეგეთი მაგალითები, როცა გაქრისტიანებულან. ნამდვილად ძალიან მე პირადად როგორც სამღვდელო პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ამ შერეულ ქორწინებებში თვითონ მოუნდომებიათ და მე თვითონ მომინათლავს არამართლმადიდებელი გოგონა, რომელიც რძალი უნდა გამხდარიყო ქართველებისა უცხოეთში და მან გაიარა მთელი კატეხიზაციის კურსი, მინდა გითხრათ, ესე ბრმად კი არა, რომ ვაიმე ახლა ბიჭი შემიყვარდა და ამიტომ მოვინა. არა, კატეხიზაციის კურსი გაიარა, მარხვა და შეინახა სრული დიდი მარხვა და მარხვის ბოლოს დიდ შაბათს მოვნათლეთ ტაძარში, საზეიმო, ესე იგი წირვა და პირველი სეზიარა და რაღაც ისეთი კარგი სანახაობაც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მაგალითი აგერ წინ მაქვს, არაერთი ეს ერთ-ერთი უბრალოდ გამახსენდა ახლა ამ წუთში თორემ, არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ, რომ ნამდვილად რაღაცა გარკვეული მისიონერობა ავალია ადამიანს, როდესაც თუ მართლა შეუყვარდა არამართლმადიდებელი, ნუ თქვათ არ არის ქართველი, არ არის ეს დანაშაული კი არ არის, რომ ახლა ქართველი არ არის. უბრალოდ სასურველია, რომ ჩვენ ქართველების გამრავლების გამო ერთმანეთში მოხდეს ეს ქორწინება და ამას ძალიან კაცრად იცავენ მაგალითად ებრაელები. აი სხვა ჯულის ხალხი ამას კაცრად იცავენ და ნახეთ აბა როგორი მდგომარეობა აქვთ, როგორი მდგომარეობა აქვთ ენის სწავლების კუთხით. ჩვენთან ქართველმა ბავშვებს ქართული რო აქვთ დავიწყებული, იმიტომ რომ აქ თურმე სკოლა არ არის, ბაღი არ არის. სად არის სკოლა და ბაღი? ებრაელებისთვის არის, სხვა ქვეყანაში რო ცხოვრობ, სომხებისთვის არის. აბა ნახეთ ერთი როგორ ლაპარაკობენ. ცუდ მაგალითს მოვიყვანე ხა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ და ალბათ ყველას ირგვლივ ძალიან ბევრია ისეთი მშობელი, რომელთაც უხარიათ კიდეც, რომ ჩემმა შვილმა ინგლისურად დაიწყო საუბარი და რაღაცა სიხარულის მომგვრელია ხოლმე თითქოს ეს. რამდენიც გენებოთ იმდენი მაგალითია ასეთი, რომ ესე იგი საკუთარი ენაზე ვერ აზროვნებს ბავშვი, რაღაცებს თარგმნის, ესე იგი მოიფიქრა ინგლისურად თუ აზროვნებს ინგლისურად, რაღაცა გაიაზრა და ეხლა ამის გადმოთარგმნას ცდილობს ქართულ ენაზე და ესე იგი აბსოლუტურად სხვანაირი მოწყობა ხდება ტვინისა, მინდა გითხრა. იმიტომ რომ ეს ქართული ენა მარტო ენა არ არის, რაღაცა ამ ენაზე მსჯელობა, ამ ენის სიტყვების გაშიფრვა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. საიდან იწყებს აზროვნებას ადამიანი? ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა კი არაფერს არ ვერჩით კიდევ ერთხელ ვამბობ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი რძლები გახდნენ ან სიძეები გახდნენ საქართველოსი, გადასარევი ხალხია, ვისაც ვიცნობ, მინდა გითხრა და მადლობაც მინდა გადაუხადო, რომ ქართველობა ასე შეიყვარეს და ქართულად ზრდიან თავიანთ შვილებს. მე ვისაც ვიცნობ ყოველ შემთხვევაში და ვისთანაც შეხება მქონია, მაგრამ მე ვამბობ იმაზე, რაც სასურველია. და არა იმას, რომ რაღაცნაირად ეს ახლა ესეთი თემაა, რომ უნდა ავგრძალოთ ჩვენ და არავინ არ გაბედოს, ესე იგი, არა. შეიძლება კიდეც გათხოვდეს და კიდეც მოყვანილი იქნას, უბრალოდ რა მაგალითებს გვაძლევს ჩვენ ბიბლია, უბრალოდ ამ ყველაფერს ყვები, რომ რა უნდა იყოს ცოლ-ქმრის ღირსება, ერთმანეთს როგორ უნდა აფასებდნენ, ერთმანეთში რას უნდა ხედავდნენ,
ამაზე ვლაპარაკობ ბიბლიიდან გამომდინარე და იმასაც ვამბობ, რომ დღევანდელ დღეს ყოველთვის ესე ვერ მოხდება, მაგრამ თუ რაღაცა გამონაკლისი შემთხვევები იქნება, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და ანუ გზა არსებობს ყველა შემთხვევაში, ეს არ არის რომ რაღაცა დავიღუპეთ და ესე იგი გამოსავალი არ ჩანს, არა, ეს ასე არ არის. ამიტომაც ოჯახი უმნიშვნელოვანესია. ეს არის ქრისტიანობის საფუძველი, ის პირველი ოჯახი, ადამისა და ევას ოჯახი, მინდა გითხრათ, რომ პირველი ეკლესია, პირველი შეკრება არის ორი ადამიანისა, რომლებიც ღმერთის სადიდებლად, იმიტომ არ იყო ადამის მარტოყოფნა კარგი, გარდა ამ საღვთისმეტყველო განმარტებისა, მოდით ცოტა ადამიანურიც ვთქვათ, რომ ხომ არის რომ რაღაცა შინაგან სიხარულს განიცდი ადამიანი, მაგრამ ვიღაცა გჭირდება, ვისაც ამას მოუყვები და ყველას ამას ვერ მოუყვები. რაღაცა ის სულიერი მეგობარი გჭირდება, რომელსაც ამაზე დაელაპარაკები, შეიძლება წყენა შეგხვდა, შეიძლება სიხარული შეგხვდა და ვერავისთან ამას ვერ იტყვი, გარდა იმისა, ვიზეც ხვდები, რომ ეს იგივე შენ ხარ. ანუ აქ ორნიკი აღარ არიან, ერთნი არიან და ამ ოჯახს ძალიან დიდად ფაქიზად უნდა უყურებდეს ადამიანი. აი, სწორედ რაღაცა მარხვეის დაწყებამდე ახლა ჯვრის წერა მქონდა და პავლე მოციქულის ეპისტოლე იკითხება სადაც ჩვენ ჯვრის წერის შესახებ, როდესაც მქონდა ჩვენი გადაცემა, ვთქვი, მაგრამ კვლავ უნდა გავიხსენო ეს ამ ეპისტოლეს ძალიან ისე შეშინებულები უყურებდნენ ხოლმე. ცოლნი დაემორჩილენი თვისთა ქმართა და ამ დროს ქმარი ცოტა ესე დადგება ხოლმე. ბეჭებში გაიმართება, ხო, მაგრამ მე რა შეგონება აქვს ქმარს რა შეეუბნება, რომ ქმარს გიყვარდეს შენი ცოლი როგორც საკუთარი თავიო, ამას რო გეუბნება, ამ დროს უფრო უნდა გაიმართო ბეჭებში, იმიტომ რომ თუ ამას ასე არ ხედავ, მაშინ ჯვრის წერაზე რატომ მოხვედი? თუ ამას ასე არ ხედავ, რომ როგორც საკუთარი თავი ისე გიყვარს. მე ბოლოში წერია ერთი საოცარი სიტყვები, რომელიც არასწორად ესმით ადამიანებს, რომ ცოლს ამას ეშინოდის ქმრისა და ეს ხშირად რაღაცა გაუგებრობას იწვევს და ლამისაა გვიჩივლონ, ესე იგი ადამიანთა უფლებების და დამცველება განსაკუთრებულად. დიახ, სინამდვილეში აქ სულ სხვა რამეს გულისხმობს. აქ არ გულისხმობს ეს ეპისტოლე იმას, რომ ცოლს ეშინოდეს ქმრისა, რომ ქმარი დესპოტი უნდა იყოს და სახლში მოვა გამლახავს. ამ შიშზე კი არ არის ლაპარაკი. აქ არის საუბარი იმ შიშზე, რომ მე ვიღაცა რომ განსაკუთრებულად მიყვარს, განსაკუთრებულად ვუფრთხილდები ამ სიყვარულს, რომ არ დავკარგო ეს სიყვარული. აი რაღაცა ფაქიზ ჭურჭელს არის შედარებული, თქვა ცოლი ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულის ეპისტოლეში და ეს ფაქიზი ჭურჭელი რას ნიშნავს, რომ ძალიან ფაქიზად გადაგაქვს ერთი ადგილიდან მეორეზე, რომ მსხრევადია. და ამიტომაც ეს სიყვარულიც, რადგანაც ესეთი არ არის, რომ პირველი დღეს და მეორე დღეს რო იყო, რომ დაინახეს ადამიანებმა ერთმანეთი და ახალგაზრდები რო არიან და გული შქროლვა და სისხლის ესე იგი რაღაცა ადუღება რომ ხდება. აი ეს ყველაფერი თავისთავად რაღაც მომენტში ნელდება, ისინი ცოლ-ქმარნი ხდებიან, ერთმანეთს ეხმარებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიყვარული გაქრა საერთოდ და აღარ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხო რაღაცნაირად დადგა ეს ყველაფერი, წყალი მიდგება, მოდგება, თავის კალაპოტში ჩადგებაო, რაღაც ამ კალაპოტში ჩადგა და ეხლა ამ დინარებას ჩვენ უკვე ერთად უმკლავდებით მე და ჩემი მეუღლე, ვთქვათ. იმით რომ სიხარულსაც ერთმანეთს უზიარებთ, არის რაღაცა თემა, რომელსაც მართლა ვერავის ვერ დაელაპარაკები თუ არა ასეთი თანაშემწე. მაგრამ აი რატო ეხა როგორც ქალს შეიძლება გამიჩნდეს პროტესტი, რომ აი რატო წერია რომ ცოლს ეშინოდეს ქმრის და არა პირიქით ვთქვათ. რატომ არ შეიძლება რომ ქმარს ეშინოდეს და უფრთხილდებოდეს ამ სიყვარულს ისე რომ აი ესე დაწერილიყო. იმიტომ რომ ეპისტოლეს დასაწყისში არის ესე რომ ცოლნი დაემორჩილენი თვისთა ქმართა და მერე გადადის და ძალიან დიდი ტექსტია ქმარს რა ევალება. და ბოლოში ესე წერია რომ ცოლს ეშინოდეს ქმრისა. ამ დიდ ტექსტში ეს გათვალისწინებულია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირდაპირ ესე ეუბნება ქმარს უნდა გიყვარდეს შენი ცოლი როგორც საკუთარი თავი. იმიტომ რომ ვისაც საკუთარი თავი უყვარს, ზრდის და ფუფუნებს მასო. ანუ აფუფუნებს ადამიანი საკუთარი თავი, როცა გიყვარს. ხომ მართალია ეხლა რაღაცა კლდეზე და წახვალ და გადაიჭეხები? არა, რა თქმა უნდა, კარგ გზას აირჩევ. როცა იცი რომ აქეთ გადასავარდნია და აქეთ კარგი გზა, კარგ გზა. ამიტომ ვისაც საკუთარი თავი უყვარსო, ისო ზრდის და ფუფუნებს თავის თავსო. და ასე უნდა შეიყვარო შენი ცოლი, რომ ყველაფერი მისცე მასო. აი ამას შეაგონებს ქმარს
და ბოლოში ეუბნება ისე და ცოლს ეშინოდეს ქმრისა, რომ არ დაკარგოს ეს პატივისცემა, რაც ქმარმა გამოიჩინა, რომ როგორც საკუთარ თავს ისე რო აფუფუნებს ცოლს, ისე რომ თქვა ყველაფერს აძლევს მას, აი ეს რომ არ დაიკარგოს, ეს კონტექსტიდან ამოვარდნილია, უბრალოდ ამას არ უსმენენ ხოლმე და ეს ბოლო ფრაზა განსაკუთრებულად გამოთქმით იკითხება ხოლმე, ცოლს ამას ეშინოდეს ქმრისა და ამიტომაც ხშირად გაუგებარია ხოლმე. თუ მთელ ტექსტს არ წავიკითხავთ, ნამდვილად გაუგებარი იქნება და წყურში შეიძლება ისე ცუდად მოხვდეს ადამიანს, რომ ნამდვილად გადაწყვეტო, რომ მოდი მეც ვიჩივლებ, ეხლა სადმე თუ არის საჩივლელი და ამიტომაც რა თემასაც ჩვენ შევეხეთ, ეს ძალიან მტკივნეული თემა არის დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ჩვენთვის ამ პატარა ერის, ყველა პატარა ერისთვის ზოგადად რომ არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიცია, ოჯახური ტრადიცია, არ დავკარგოთ ჩვენი ენა, არ დავკარგოთ ჩვენი სარწმუნოება და განსაკუთრებით იქ, სადაც მიგრაციაში მიდიან ბევრი არიან ძალიან ქართველები გასული მოგეხსენებათ ქვეყნიდან, მე მიწევს მათთან ურთიერთობა, ეს ჩემი თაობის ხალხია ძირითადად, ისინი ძალიან ცდილობენ, ძალიან შრომობენ, ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებმა საქართველოსთან კონტაქტი არ დაკარგონ, მაგრამ ამ შვილებთან ურთიერთობაში მე ხო ვგრძნობ, რომ ისინი უკვე გაუცხოვებულები არიან. ისინი თუ მხოლოდ ზაფხულობით ახერხებენ ვიღაცის ყველა ვერა, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ამისი ფუფუნება და ვინც ახერხებს რომ ზაფხულობით მაინც არდადეგებზე ჩამოვიდეს საქართველოში და აქაურობის გემო გაიგოს, რაღაცნაირად ამას ვერ ივიწყებს და ყოველ ზაფხულს იქნებ მაინც მოინდომოს ეს ჩამოსვლა, მაგრამ ამაზე მეტი სურვილი ჯერჯერობით ძალიან იშვიათია რომ ემიგრაციაში ნახოთ რომ წამოვალ და კვლავ საქართველოში დაუბრუნდები, კვლავ ჩემი თაობის ადამიანები ვინც აქედან წავიდნენ, ვინც იქ დაიბადა და ვინც იქ გაიზარდა, ნაკლებია ეს სურვილი და მინდა გითხრათ რომ ფაქტიურად აღარ არის ეს სურვილი რომ ისინი უკან ბრუნდებოდნენ. გაუცხოვებაა სამშობლოს მიმართ, იმიტომ რომ ის იქ დაიბადა და მისი სამშობლო უკვე იქ არის. ნამდვილად უნდა უყვარდეს, სადაც დაიბადა და ნამდვილად პატივი უნდა სცეს იქაურ კანონებს, მაგრამ არც ეს არ უნდა დაავიწყდეს არავითარ შემთხვევაში, რომ ვინ არის, საიდან მოდის. ფესვები მახსენდება ხოლმე ამ თემაზე საუბრისას, ყოველთვის ეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ხოლმე ჩემში და უცრემლოდ ვერც ერთხელ ვერ ვუყურებ რამდენჯერაც. დიდებულად შეასრულა დოდო აბაშიძემ ეს როლი, ნამდვილად უცრემლოდ ძნელია ამ სცენის გახსენება. და ეს რადგანაც მტკივნეულია ეს თემა ჩვენთვის ეკლესია ძალიან ბევრ შრომობს ამ საკითხთან მიმართებაში. ამიტომაც იხსნება, ამიტომაც რაღაც ის ჩვენი ის კი არ იყო პრეტენზია, რომ საზღვარგარეთ ევროპაში და ამერიკაში ეკლესიები დაგვიარსებია, რაღაცა მსოფლიო მისიონერობის ის არ გაგვჩენია, უბრალოდ საჭიროება გაჩნდა. ძალიან ბევრი ქართველია ევროპაში, ძალიან ბევრი ქართველია ამერიკაში და შესაბამისად ამ საჭიროების გამო არის, რომ ჩვენი სამღვდელოების გაგზავნა გვიწევს იქ, ზოგან დაძარია, მადლობა ღმერთს, ზოგან დაქირავებული, ზოგან უკვე შეძენილი, ზოგან ჯერჯერობით კიდევ რაღაცა ბინაში ხდება ეს შეკრება, რომ სახურებას არ დააკლდნენ და ბავშვები, რომლებიც მოდიან, მათთვის საკვირაო სკოლები იყოს, რომ რაღაცა ქართულ ენაზე მოისმინონ, თუნდაც რაღაც გაკვეთილი, იმიტომ რომ სად რომელ ქვეყანაშიც იზრდებიან, იმ ქვეყნის ენა ესმით, ბუნებრივია საბავშვო ბაღშიც, სკოლაშიც და შემდგომში უკვე უნივერსიტეტშიც. ჩემი მეგობარი საფრანგეთში ცხოვრობს უკვე წლებია და სულ მაგას მეუბნება, რომ სახლში რო იყვნენ, უფრო მარტივი იყო ამ ენის შენახვა, როდესაც გავიდნენ სახლიდან ბაღში სკოლაში, აი ძალიან დიდი ძალისხმევა უწევს თვითონ მშობლებს, რომ აი ეს ენა, ეს ქართველობა შეინარჩუნონ ბავშვებში და იმიტომ რომ აი მუდმივად სხვა ენა რო გესმის ძალიან რთულია და სულ უნდათ რომ ფრანგულად ამელაპარაკონ და არასოდეს არცენ ფრანგულად პასუხსო რომ რაღაცნაირად ვაძალებ რომ ქართულად ისაუბრონ და იფიქრონ. ბოლოს მინდა რომ შევაჯამოთ, აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჭეშმარიტი ოჯახი იყოს და აი ეს რაღაცა სიწმინდე არ იყოს საქილიკო და რას უნდა ეფუძნებოდეს, რა არის ის მთავარი ამოსავალი, რაც მართალ ნამდვილ ოჯახს უნდა ჰქონდეს. დიახ, მართალია ეს თემა გამომრჩა მე თქვენ თავიდან დასვით ეს საკითხი და რაღაცნაირად ვეღარ მივაქციე ყურადღება. ზოგადად ადამიანმა
არასერიოზულად არ უნდა შეხედოს ისეთ საკითხს, როგორიც ოჯახის შექმნა. როგორ შეიძლება ოჯახზე რაიმე იქილიკო ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის სიწმინდე. ოჯახის სიწმინდეა მთელი თავისი არსით არის სიწმინდე, იმიტომ რომ ღვთისგან შექმნილია ეს ყველაფერი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი და ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ გაქვს უფლება რომ ღმერთის ამ ქმნილებაზე, ამ ოჯახზე, ამ შესაკრებელზე რაღაცა ქილიკის უფლება მისცე საკუთარ თავს. არასერიოზული იყო ამ შემთხვევაში, არც ამისი უფლება არ აქვს. ამიტომაც, როდესაც ოჯახის შექმნას ფიქრობს ადამიანი, ძალიან სერიოზული გააზრება სჭირდება მას ამისთვის, რომ ნამდვილად ის პიროვნება იპოვა თუ არა, თუ მხოლოდ მარტო გარეგნულ სტანდარტებზე, რომელზედაც ეგან გაგვეღიმა ორივეს, რომ გარეგნულ სტანდარტებს აქცევენ მხოლოდ ყურადღებას, რომ რაღაცა ესე უნდა იყოს ჰოლივუდში ასეა მიღებული და ამიტომ მეც ესეთი გოგო უნდა მოვძებნო, ან მეც ესეთი ბიჭი ახლა რაღაცა კუნთებ განვითარებული. ამის მიხედვით თუ იქნება იცით რა ამას საფუძველი არ აქვს, როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს ერთ-ერთ თავის გადაგებაში გარეგნული სილამაზეს აუცილებლად დასასრული აქვს, იმიტომ რომ სიბერის შედეგად ეს გარეგნული სილამაზე ჭკნება და აღარ რჩება ადამიანს. თუ ეს გარეგნული სილამაზე და მისი სტანდარტები, რომელიც სტანდარტების მიხედვითაც მან ოჯახი შექმნა, ეხლა ეს სტანდარტები დარღვეულია ყველანაირად, აღარ რჩება მას ხელში. უნდა წავიდეს და სხვა ახალი სტანდარტი მოძებნოს. ამიტომაც არის რომ გარეგნულობაზე არ უნდა იყოს აწყობილი და არც ქილიკზე და არც არასერიოზულად არ უნდა იყოს გადადგმული ეს ნაბიჯი რომ მოდი ახლა მე ოჯახს შევქმნი ეს უნდა იყოს ნაფიქრი გააზრებული სულს უნდა ხედავდე ადამიანისა და მისი სული უნდა გიყვარდეს და მორწმუნე ადამიანი ამას უნდა ფიქრობდე რომ აი ადამიანი ვიპოვე რომელიც მე დამეხმარება რომ ქრისტემ აპოვნინოს და მე მას ქრისტე ვაპოვნინო, რომ ქრისტესთან ურთიერთობაში ჩვენ ერთმანეთს ხელი კი არ შევუშალოთ, იმით რომ მე ახლა იქეთ გავარბივარ და შენ იქეთ გარბი ხარ. პირიქით, ამ ერთობით რაღაცნაირად ჩვენ შვილებს, ჩვენს ნათესავებს და ჩვენს ყველა ახლობელს, ვინც შენ ირგვლივ იქნებიან, დავანახოთ როგორია ქრისტიანული ერთობა და ქრისტიანული ოჯახი. ამიტომაც თუ ასე უყურებს ამას ადამიანი და სერიოზულად უდგება ამ საკითხს, ეს გახლავთ სწორედ საძირკველი ოჯახის სიწმინდისა, ოჯახის არსებობისა და თუ კი ყველაფერი პირიქით ხდება, დაილევა ეს სილამაზე და შინაგანი, რომელიც არ გაინტერესებდა, აღმოჩნდება, რომ საზარელი შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც არასდროს არ ისურვებდი, არასდროს არ მოგინდებოდა და ასე იშლება და ასე ინგრევა ოჯახები მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ. ფიქრობ თემა დიდია და ამოუწურავია, თუმცა მეტნაკლებად შევძელით, რომ ბიბლიური მაგალითებით გაგვეშალა და გვეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახს ერის განვითარებისთვის და გადარჩენისთვის. ძალიან დიდი და ამიტომ ყველანი უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს ოჯახებს და ყველა უნდა რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ ოჯახში იყოს სიწმინდის სული. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. თვალი გვადევნეთ სოციალურ სივრცეებში, მოგწერეთ თქვენი შეკითხვები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაჟღერებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.